დილამშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდაძე. 9 პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური ერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის ემზადება ალიანსი აპირებს ვაშინგტონს თავი გააცნოს როგორც ქართული ოცნების ალტერნატივა. ამ პროცესის მიღმა ლელო ისე როგორც გიორგი კახარიას პარტია მათი გაწყვეტილების კონტექსტში კი კვლავ ერთ-ერთ აქტუალურ კითხვად რჩება, რატომ აშინებს ამ ორ ძალას სხვებთან ერთიანობა. მაშ ასე ტრადიციულად განვაგრძობთ მიმდინარე პოლიტიკურ პერიპეტიებზე საუბარს ჩვენ სტუმრებთან ერთად. მამუკა კაცდაძე იქნება ჩვენი პირველი სტუმარი, თუმცა ვიდრე სტუმარი შემოგვერთება, მოდით გადავხედოთ ბოლო სიახლეებს. ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის სამიზნე რაკეტების გაშვების ადგილები, თავდაცვის სისტემები და ირანის ტერორისტული რეჟიმის სხვა ინფრასტრუქტურა. თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელებში წერს, რომ არაფორმალურ გარემოში ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შესაბამის ვიდეო მასალას ფაშინიანი თავად ავრცელებს, სადაც კობახიძესთან ერთად ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნებიც არიან. დღეს დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, ასევე პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები. საპარლამენტო უმრავლესობა გრანტების შესახებ კანონსა და კიდევ 6 სხვადასხვა კანონში ცვლილებების მიღებას დღეს სავარაუდოდ სამივე მოსმენით გეგმავს. მმართველი პარტია ცვლილებებს ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ძალების შესაძლო ჩარევის პრევენციითა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის აუცილებლობით ხსნის. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენ ჩვენს პირველ სტუმარს, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაცდაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ მამუკა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობათ, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და მსმენელს. ბატონ მამუკა, არაერთი საკითხია შეფასების საგანი, თუმცა მოდით 9 ოპოზიციური პარტიის შეთანხმებაზე საუბრით დავიწყოთ. შეთანხმების მიხედვით ეს პარტიები შეინარჩუნებენ საკუთარ პარტიულ იდენტობას, თუმცა ქართული ოცნების წინააღმდეგ იმოქმედებენ ერთიანი საპროტესტო სტრატეგიით. აი ნახავდით თქვენს ოპოზიციური ასე ვთქვათ სპექტრის ამ ნაწილმა ორი დღის წინ საზოგადოებას თავი გააცნო ოპოზიციური ალიანსის სახელით და როგორც ითქვა, აქვთ ამბიცია რომ გახდნენ მმართველი პარტიის რეალური ალტერნატივა. აი მოდით პირველ რიგში კიდევ ერთხელ ახსენით რა არ მოსწონს ლელოს იმ შეთანხმებაში, ოპოზიციური ერთობის შეთანხმებაში, რომელსაც წარმოადგენს კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, აქეთ ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ევროპული საქართველო და თავისუფლების მოედანი. ამ პარტიების შეთანხმებაში რა იყო თქვენთვის პრობლემური და რატო? მოგახსენებთ 17 თებერვალი არის თარიღი, როდესაც ლელომ პოლიტსაბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება იმ მითქმა-მოთქმის დასასრულებლად, თუ რას აპირებს ლელო, როგორი ფორმით აპირებს მზადებას მომავალი არჩევნებისათვის, ეს იქნება ახალი არჩევნები, ანუ რიგარეშე თუ რიგით, მორიგი. და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლელო დამოუკიდებლად აგრძელებს მზაობას თვით განვითარებისა და გაძლიერებისათვის. ლელო დამოუკიდებლად ხედავს საარჩევნო სუბიექტს მეცხრე ნომრით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და ბუნებრივია ჩვენთვის მისაღები იქნება გარკვეულწილად პარტნიორებით გაძლიერება, როგორც ინდივიდებით, ასევე ორგანიზაციებით, თუ ასეთი მსურველები იქნებიან, რისი გამოხატულებაც იყო 2024 წელს კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ 17 რიცხვში. ახლა რაც შეეხება რატომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი? გავაკეთეთ იმიტომ, რომ არის საკმაოდ ცუდი გამოცდილება 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა, ლელა, რომ ჩვენ დაახლოებით 2 თვის დაგვიანებით კაფიოდ განვაცხადეთ, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩაგდება, ანუ გატარება არ იქნებოდა სწორი და არ იქნება სწორი, რომ რაიმე ველი დაუთმო ბრძოლისაგან გაუნთავისუფლო ქართულ ოცნებას, უნდა ებრძოლო ყველა ველზე. და ეს ორი თვე დაჭირდა სწორედ იმას, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გვქონდა საუბარი, რომ იქნებ
შევთანხმდეთ, იქნებ დიდ ქალაქებში გავაკეთოთ ეს, მივიღოთ ეს ბრძოლა, სადაც ყველა რეიტინგით და ყველა გამოკითხვით და ყველა კვლევით ოპოზიცია იმარჯვებდა. იქნებ თბილისი იყოს ეს წერტილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ ამაში დავკარგეთ ძვირფასი დრო და ზუსტად ჩვენს მიერ გაცხადებულმა შემდეგ უკვე 5 ივლისს დრომ დაგვარტყა ბოიკოტის თემასთან მიმართებაში, რისი შედეგიც ვიხილეთ და ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით 90% მუნიციპალიტეტებში ლელოს ყავს წარმომადგენლობა, ჩვენ შეგვიძლია გაცილებით უფრო უკეთესი შედეგი მივიღო, მაგრამ აი ამ ლოდინმა და პროცესის გაწელვამ სერიოზულად დაგვაზიანა. ასე რომ არ მომხდარიყო მაშინ ლელო და როგორც ჩანს ეს გაბრაზდა მაშინ ლელო და როგორც ჩანს ეს გაბრაზება ამ დრომდე არ ჩუნდება. შესაბამისად, აი გაბრაზება ხომ არ არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამდენი თვის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღებისას ამოდიხართ. ლელა, უკაცრავად. რაიმე ან მე ასაკობრივად, ან ლელოს წევრებს ასაკობრივად ეთყობა ისეთი, რომ ეხა წყენა ჰქონდა 1 წლის წინ და შარშანწინდელიც კი მახსოვს, შენგან ბრიყული წყენაო, მაგით არა, როგორ გეკადრებათ, უბრალოდ რაღაც გადაწყვეტილებას რომ მიღებ, ჯობია რომ ეს გადაწყვეტილება თქვა დროზე, დროულად, თქვა შენი არგუმენტებით, გააგებინო ყველას, მტერსაც და მოყვარესას და გააგრძელო შენი გზით სვლა. სწორედ ამის გამოხატულება იყო 17 თებერვალს მიღებული ის გადაწყვეტილება, რაც მე წეგან გითხარით. ეხლა რატომ იყო ეს ყველაფერი? ვიცოდით რა, რომ გარკვეული ერთობა მზადდებოდა, ის რაც 2 მარტს გახმოვანდა, ბუნებრივია რომ დაისმებოდა კითხვები ლელოს მიმართ, ამიტომ ჩვენ განვაცხადეთ ის, რაც ისედაც ჩამოყალიბებული ჰქონდა. ეხლა საიდან ამოვდივართ, ლელა? დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ ჩავდღეში მყოფი ხელისუფლება, რომ გამოიყურებიან, რომ თითქოს ძალიან კარგად და ძალიან მაგრად არიან, დამერწმუნეთ, რომ ეს ასე არ არის. დღევანდელი ხელისუფლება რომ დაამარცხო, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართო იქეთ, რომ ოპოზიციურ ველზე უდანაკარგოდ მოახდინო ამორჩევლის კონსოლიდაცია. ოპოზიციური ველის ამორჩევლის კონსოლიდაცია. დამეთანხმებით ალბათ, რომ ოპოზიციური ველი საკმაოდ კონტრასტული არ არის, ერთგვაროვანი, როგორც ასეთი და რომ წარმოვიდგინოთ, ეხლა უცებ რაღაც აი 3 ერთმანეთსაგან კონტრასტული მსხვილი გაერთიანება, თუ აქ არ მოხდა შეთავაზება არჩევანისა ოპოზიციური ამორჩევლის მიმართ, შეიძლება რომელიმე ერთ-ერთთაგანმა დანარჩენი სხვა დააზიანოს. ამიტომ ჩვენი ლოგიკა არის ასეთი, რომ თემატურ საკითხებს რაც შეეხება, ეს იქნება პროტესტის გაძლიერება, საგარეო პოლიტიკური ველი, პატიმრების დახსნა, კანონმდებლობის ცვლილება, მათ შორის არჩევნო კანონმდებლობის და ასე შემდეგ, ჩვენ ამ ნაწილში ვართ თანამოაზრეები, ვართ ჩართულები, ჯერ კიდევ პრეზიდენტის კარტიის დროს და ბუნებრივია, რომ ვრჩებით იმ საერთო პროცესის აქტიური მონაწილეები. რაც შეეხება საარჩევნებს და საარჩევნო სუბიექტად ქცევის მომენტს, აქ როგორც მინიმუმ უნდა იცოდე და უნდა გადაავლო თვალი კოდექსში არ შეუძლია იყოს ბლოკი, არ შეიძლება იყოს ბლოკი, ანუ ბლოკს ვერ ქმნიან პარტიები, უნდა ჩამოყალიბდე ერთ პარტიად და ეს ერთი პარტია თუ არ არის ბუნებრივი და ორგანულად ჩამოყალიბებული, მაშინ ეს საზოგადოებაში იწვევს ძალიან დიდ გაუგებრობას, ძალიან დიდ მიუღებლობას პირდაპირ გეტყვით და პირდაპირ გეტყვით, რომ ის დოკუმენტი, რომელიც მე გუშინ გავეცანი, რომელიც მიიღეს აი 9 პარტიამ, სხვა შორის ყვითელ ფონზე 9-იანი თავისთავად ცუდად არ ჩანს. მიიღო ეს გადაწყვეტილება, ყველაზე საინტერესო რაც ვნახე მე ამ დოკუმენტში არის თვალსები მე-4 მუხტში წერია, რომ არ არის გამორიცხული ერთ სუბიექტად გასვლა არჩევნებზე და ეს არის სწორი. აბა არჩევნებზე თუ ერთ სუბიექტად არ გადიხარ, სხვანაირად ამის საშუალებას არ გაძლევს კანონმდებლობა და თუ ახლა ესენი დაშლას აპირებენ არჩევნების წინ, მაშინ პირდაპირ ვიტყვი, რომ არასწორი ნაბიჯი გადავუდგამთ როგორც წესდება. საუბარს ჩვენ ისევ განვაგრძობთ, იქამდე საბოლოო ჯამში გითხარით, რა ტიპის ოპოზიციური ერთობა მივიღეთ და რადგან უშუალოდ ამაზე ვაკეთებ. ხო, აი მოდით მაშინ ამ კონტექსტში მიერ 2 დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში ჩაგეკითხებით, სადაც თქვით, რომ ხო, ეს არის ბუნებრივი
გაერთიანება, რითაც ორგანული ბუნებრივი გაერთიანება. მივიღეთ ნაციონალური მოძრაობის აღდგენა. აი მე მინდა გითხროთ, რომ იგივეს ფიქრობენ ქართულ ოცნებაში, ანუ აი ამ ოპოზიციური ერთობის შესახებ აღმოჩნდა, რომ ლელოს და ქართული ოცნების პოზიციები ხო, ლელა, მესმის ახლა თქვენი აქცენტი საერთოდ მიდის. ეს კითხვა უბრალოდ რაშია საქმე და შესაბამისად ამ კითხვას მინდა უპასუხოთ და ახსნათ, რატომ გამოვიდა ისე, რომ ლელოს და ქართული ოცნების პოზიციები ამ კონკრეტულ საკითხზე მოგახსენებთ, კი ბატონო. კი, მე ვთქვი, ოღონდ ძალიან გთხოვთ, რომ ქრონოლოგიას ნუ დამირღვევთ თქვენში. მე ვთქვი, რომ ეს არის კარგი, ბუნებრივი და ორგანული გაერთიანება, რომელიც გარკვეულწილად წარსულს თუ გადავხედავთ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას გვახსენებს მე. კი ბატონო, ეს მე ვთქვი და აი ხო ხედავთ, იმდენად განსხვავებულია შეხედულებები, რომ შეფასებაც კი როცა მინდოდა რომ რაღაც ნორმალური და კარგი მეთქვა, რომ ორგანულია, კარგია, ჯანსაღია, ჯანმრთელია და ასე შემდეგ, უცებ იქნა გაღებული ბაჩორის თქვენს მიერ და არგუმენტი არის ის, რომ ქართულ ოცნებაშიც იგივეს ამბობენ. მე ეს თქვი წმინდა პოზიტიური კუთხიდან, წმინდა ხა თუ უნდათ გაიგონ უარყოფითად, ვისაც უნდა გაიგოს უარყოფითად, არც მაგის პრობლემა არ მაქვს. მაგრამ მე ეს თქვი დადებითი კუთხით, როგორც ასეთი, რომ ბუნებრივი ერთობა კარგია ამომრჩევლისთვის. ეკლექტური ერთობა აბნევს ამომრჩეველს. ამ კუთხით ვთქვი მე ეს, რომ ეს არის ბუნებრივი ერთობა, ეს არის ორგანული გაერთიანება და ეს არის კარგი. მაგრამ აბსოლუტურად პირადად მე რა შთაბეჭდილება დამჭა, თითქოს ამის თქმა გინდოდათ, რომ ნაციონალური მოძრაობა ლელოსთვის არის წითელი ხაზი. ანუ ამ გაერთიანებით ვიღებთ ნაციონალური მოძრაობის აღდგენას, ნაციონალური მოძრაობა კი თქვენთვის არის კეთროვანი პარტია და წითელი ხაზი ისე როგორც წითელი ხაზია ეს პარტია სხვა არაერთი ოპოზიციური ძალისთვის. მინდა საკუთარ თავს უთხრა, რომ ეხლა თქვენ ხუმრობთ, იმიტომ რომ ესეთი წარმოდგენა არ მაქვს თქვენზე, რომ ესე გეფიქრათ და რატო. თუ ელემენტარულად მაინც გახსოვთ, ლელა, ძვირფასო, თუ ელემენტარულად მაინც გახსოვთ, 2021 წელი როდესაც თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელია გავიდა მეორე ტურში და მამუკა ხაზარაძე მას შეთავაზა თანადგომა იმ ფორმით, რომ ვიცემერად წამოვალ თუ დავამარცხებთ თბილისში ქართულ ოცნებასო, ამის მნახველი ადამიანი, როცა მაგას მკითხავთ, რაც ახლა თქვენ მეუბნებით, რომ წითელი ხაზი, მიუღებელი, ტოქსიკური და ასე შემდეგ, უბრალოდ არაობიექტურია, ანგულმავიწყი. ან ერთი ან მეორე. რაც შესაძლებისთვის მაინც ალბათ ღირს შეკითხვის დასმა, დაზუსტებისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის იყოს უფრო ცხადი, ლელოსთვის ნაციონალური მოძრაობის ფაქტორი არ ყოფილა გადამწყვეტი, როცა შესაბამის გადაწყვეტილებას იღებდა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ლელო თulis რომ ხელოვნურობა, ეკლექტურობა, მოგონილი ერთობები, შეკოწიწებული ერთობები, შეთითხნილი ერთობები არ არის გრძელვადიანი პროექტები, რაც აზიანებს შემდეგ პროცესს. აქედან გამომდინარე, სადაც არ არის ორგანული ერთობა, სადაც არ არის ბუნებრივი ერთობა, ეს არის საფრთხის შემქმნელი და ყველაზე უფრო დიდი საფრთხე ლელა ამ თვალსაზრისით იცით რა არის, რომ როცა ამას მე ამომრჩეველი ხედავს და მით უმეტეს როცა ასეთი ერთობები ბოლოს ვერ მიდის ერთიან საარჩევნო სუბიექტამდე, პირდაპირ იწყება გულაცრუება, პირდაპირ იწყება ფლუსტრაცია ამომრჩეველში და პირდაპირ იწყება გულგატეხილობა, რაც უკვე კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას კი არ აზარალებს მარტო, არამედ აზარალებს მთლიანად ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, ველს და ზოგადად პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, თუ ეხლა ვიღაცას უნდა რომ ჩემი გამონათქვამი და მე არ გაურბივარ, მიაბას ვიღაცის გამონათქვამს, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. მე ეს ყველაფერი რაც ვთქვი პოზიტიურთან, რომ ეს არის ორგანული და ეს არის კარგი და ეს არის ბუნებრივი, გაგებული იქნა უარყოფითად. ხედავთ რამხელა აღქმაშიც კი რამხელა კონტრასტია, როგორც ასეთი. ამიტომ მე ერთი რამ ვიცი, ლელა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში და პლუს ხედავრა დაახლოებით რა სიტუაცია შეიძლება იყოს რამოდენიმე თვის მერე საქართველოს პოლიტიკური პროცესების განვითარების შედეგად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ერთი რამ ვიცი და ვარ დარწმუნებული, რომ ლელო ძლიერი საქართველოს გარეშე, საქართველოში ალტერნატივა ვერ შეიქმნება.
გამორიცხულია, რომ ალტერნატივა შეიქმნას ლელოს გარეშე. ეს რომ იცოდე, აიას დონეზე უნდა იცოდე პოლიტიკა და 50-მდე უნდა იცოდე დათვლა. 100-მდეც არ არის საჭირო დათვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი წვლილი, მყარი წვლილი შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, ამ კრიტიკული მასის, ასე ვთქვათ, შექმნაში, ამ ალტერნატივის შექმნაში და ბუნებრივია გვინდა რომ ჩვენი ის ერთობა, რომელიც შემდეგ საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბდება, იყოს ორგანული და სხვა ოპოზიციურ, პროდასავლურ ოპოზიციურ სუბიექტებთან ერთად გქონდეს ძალიან მჭიდრო თემატური, ასე ვთქვათ, კავშირები, როგორც წინა პერიოდში, ასე წინა საარჩევნო პერიოდში და ასევე პოსტსაარჩევნო პერიოდში. თუ ამას ვინმე დაინახავს და გაიგებს სწორად, ძალიან კარგი. და თუ ეხლა ვინმე სურს, რომ აკრა თითის ქნევით და ფეხების ბაკუნით დაიწყოს, რომ ჩვენ ვარ და თქვენ აღარავინ აღარ გწნობთო, არ გამოგივათ ძვირფასებო ეს ყველაფერი, მე არ ვისაუბრებ, ვემუქრები, ეს არის კეთილგანწყობილი პარტნიორული დამოკიდებულება. თუ ამას გაიგებთ და ვფიქრობ, რომ გაიგებენ, იმიტომ რომ საკმაოდ აზრიანი და გამოცდილი ხალხია იმ ცხრიანში, რომელიც გუშინზე შეიქმნა. საბოლოო ჯამში ლელო იმ პროცესებს მიღმა, რასაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ოპოზიციური ალიანსი დაარქვა, თქვენ მიგიპატიჟეს, მაგრამ თქვენივე გადაწყვეტილებით მოკლედ არჩიეთ ცალკე ყოფნა. ეხლა თქვენი პარტიის თქვენი პარტიის ერთ-ერთი არგუმენტია, რომ არჩევნების მთავარი ხიბლი არის სწორედ არჩევანის თავისუფლებაში, თუმცა აი მე მაინც მინდა გკითხოთ, ეს ფორმულა რამდენად გამოდგება მაშინ, როდესაც საქართველოში პროცესები განვითარდა ისე, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ყველაფერი შეიძლება ითქვას თავდაყირად დგას, არის ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ვიცი, პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი, რასაც თავის მხრივ ემატება ის ნაბიჯები, რასაც ქართული ოცნების მხრიდან, აი სწორედ ამ ბოლო 1 წლის და წელიწად ნახევრის განმავლობაში ხედავთ. მათ შორის ბატონ მამუკ, აი ლელო არჩევნებზე აკეთებს სწორებას და მინდა შეგახსენოთ, აი ვიცი, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებიც, რა ცვლილებებიც, როგორც ამბობენ, თუ ვინმეს ასე ვთქვათ, უმარტივებს არჩევნებში გამარჯვებას, ეს არის სწორედ ქართული ოცნება. შესაბამისად, ფორმულა, რომ არჩევნების ხიბლი არის სწორედ არჩევანის თავისუფლებაში, რამდენად გამოდგება იმ ვითარებაში, რასაც ქვეყანა დღეს იმყოფება. ჩვენი აზრით გამოდგება და რატომ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს ოპოზიციას მკაფიო უპირატესობის მოპოვება ხელისუფლებაზე, რომ აპრიორი თქვას, რომ სიტყვაზე მე 20-30% უფრო მეც ავიღებ კრებსითად ვიდრე ხელისუფლება და ხელისუფლება ვერაცდება 20%-ო, ამის თქმა არ არის რელევანტური და არ არის სწორი. იმისათვის, რომ ქართული ოცნების ალტერნატივა შექმნა, საჭირო არის, რომ ველზე ოპოზიციური ამომრჩევლის სრული კონსოლიდაცია მოახდინო და უდანაკარგოდ იმუშაო ამ ამომრჩეველზე. დამეთანხმებით და არ შეიძლება რო არ დამეთანხმოთ, რომ ოპოზიციურ ველზე არის ერთგვაროვანი ამომრჩეველი. გამორიცხულია ამის, ერთგვაროვანი ამომრჩეველი არ არის. და როდესაც ერთ ტაფაში, თუ ერთ ქვაბში, თუ ერთ საარჩევნო სუბიექტში შედის მთელი ოპოზიცია, იქ შეიძლება ამომრჩეველმა ვიღაც კონკრეტულის გამო საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება ამ გაერთიანებას. იმდენად მიუღებელი იყოს მისთვის ის კონკრეტული პოლიტიკური პარტია თუ პიროვნება. აქედან გამომდინარე, მთელი ხიბლი არის თავისუფალ არჩევანში. ჩვენ ოპოზიციონერ ამომრჩეველს ოპოზიციურ ველზეც უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება. ოღონდ არა ისეთი, რომ 10 და 15 იყოს, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის საფრთხე გაჩნდეს. არა, არ მოგწონს ეს, აგერ არის მეორე, არც მეორე არ მოგწონს, აგერ არის მესამე და თუ ის ამომრჩეველი ბოლო-ბოლო ვერ ყარიბდება სამთა შორის და ამბობს, რომ თქვენ თუ სამივე ერთად იქნებოდით, მაშინ მოგწონდით ხმასო, პირდაპირ გეუბნებით, რომ ის იტყუება, ის ქოცია შეფარული და ეძებს არგუმენტს, როგორ გაძრეს ამ სიტუაციიდან. როგორ ჩვენ ერთს მიცემდი ხმას, გინდა თუ არა და ის სამი თუ ერთმანეთთან კონტაქტში და თანამშრომლობაშია, სამიდან ერთი ვერ არჩია, იტყუები ელემენტარულად. ამიტომ რომ არ დავკარგოთ ოპოზიციური ამომრჩეველი, რომ იყოს მათ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება და ამ ოპოზიციურ სუბიექტებს შორის რომ არსებობდეს როგორც წინა საარჩევნო, ასევე პოსტსაარჩევნო ერთობის მოცემულობა, ამას სჭირდება
თემატური თანამშრომლობები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვართ მზად და ყოველთვის ვიყავით მზად, გაიხსენეთ პრეზიდენტის ქარტია, გაიხსენეთ 21 წლის არჩევნები, გაიხსენეთ ალტერნატიული პარლამენტის იდეა, გაიხსენეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთოდ წევდით უკან სიასაც, ნომერსაც, ყველაფერს ოღონდ ერთად გავსულიყავთ, ეს ჩვენ გავიკეთებია, ამჯერადაც ვართ ამ ტიპის ერთობისთვის მზად, ოღონდ არის ერთი რამ, რომ არის თავმოყარეობის საკითხი ყველაფერთან ერთად და პირადად მე, ისე როგორც ჩემი კოლეგები, არ არიან ჩვეული ვიღაცებისგან, ვინც არ უნდა იყოს ის, რაც არ უნდა კეთილმოსურნეთ გამოიყურებოდეს, თითის ქნევას და ფეხების ბაკუნს, რომ აი თქვენი ადგილი აღარ იქნება და თუ არ მოასწარი და ასე შემდეგ. ყველას, ვინც ფეხებს აბაკუნებს, ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ. კეთილი, დრო რომ სწორად გავანაწილოთ კიდევ ერთი კითხვა ოპოზიციურ ალიანსზე და შემდეგ კიდევ ერთ საკითხზე მინდა გკითხოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის ემზადება ოპოზიციის ეს ნაწილი, აქვთ ამბიცია, რომ ვაშინგტონს თავი გააცნონ, თავი წარუდგინონ როგორც ალტერნატიული ძალა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გასვლის შემდეგ შეძლებს შესაბამისი ადგილის დაკავებას. აი როგორ ფიქრობთ, რა იქნება ამერიკაში ოპოზიციური ალიანსის ვიზიტის შედეგები და რამდენად შეიძლება ვაშინგტონმა მიიღოს ოპოზიციური ალიანსი როგორც პოლიტიკური ალტერნატივა? თუ კი ვაშინგტონში ეს ვიზიტი შედგა და მათ მიერ ეს დანახული იქნა როგორც ანგარიშგასაწევი ძალა, ლელოს მხოლოდ გაეხარდება ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენ ანალოგიურად გვაქვს ჩვენი აქტივობები საგარეო პოლიტიკურ ველზე დაგეგმილი, ჩვენი ასე ვთქვათ კონკრეტული მცდელობები გვექნება ამ კუთხით და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ კონკრეტულ თემატურ ერთობებს არათუ გაურბივართ, მოწადინებული ბატონო, თქვენ ცალკე მოამზადებთ ვიზიტებს ვაშინგტონსა და როდესაც ვამბობთ ლელა, რომ ლელო დამოუკიდებლად აგრძელებს როგორც პოლიტიკური და საარჩევნო სუბიექტი ცხოვრებას, უნებრივია ამაში საგარეო პოლიტიკური ველით შედის და საშინაო პოლიტიკური ველით შედის. ახლა ეკითხვა, მე მგონი ისედაც გასაგები იყო. კარგია თუ ამას გააკეთებენ, ლელოს მხოლოდ გაუხარდება პოტენციური პარტნიორების გაძლიერება მათ შორის საგარეო პოლიტიკურ ველზე, უბრალოდ კარგი იქნება თუ ობიექტურობას არ მოუწყდებით და რაღაც წარმოსახვით რეალობებს არ შევქმნით. საკვანძო სიტყვა თქვენს პოზიციაში არის სწორედ სიტყვა თუკი. აი სხვა შორის გიახუხაშვილი იყო გუშინ ჩვენი სტუმარი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციური ერთობის ამერიკაში ჩასვლასაც და იქიდან რაღაცა კონკრეტული შედეგების წამოღებას. გიახუხაშვილი იყო გუშინ ჩვენი სტუმარი თქვა და სწორედ მისი პოზიცია მინდა ახლა გაგაცნოთ თქვენც და მაყურებლებსაც. ამერიკა პარტიებს აფასებს იმის მიხედვით, თუ რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში, რამდენად მოთხოვნადია ესა თუ ის პარტია ვაშინგტონში რომ ჩავლენ, მერე რა ვაშინგტონში ვისაც შეხვდებიან, იმას მაგიდაზე ედება ამ პარტიების რეალური ელექტორალური ფასი, რაც არც ისე მაღალია. ბატონებო, ამით შედეგებს ვერ მიიღებთო, ასე მიმართა გიახუხაშვილმა ოპოზიციის ამ ნაწილს. თუ ასე არა, მაშინ რითი მიიღებენ შედეგს? ეგ არის გარკვეული ექსპერტული მოსაზრება, რაც ახლა თქვენ წაიკითხეთ და არ შეიძლება ახლა ამის არც აბსოლუტიზაცია, რომ ეს არის ყველაფერი, მაგრამ არც იგნორირება, ბუნებრივია. ვერ გავექცევით და არც უნდა გავექცეთ და ძალიან კარგია, რომ ამ 9 პოლიტიკურ პარტიაში არის უახლოესი არჩევნებიდან გამომდინარე თუ იმიჯერებთ რეიტინგული სუბიექტები, არის ნაკლებად რეიტინგულები და არის სულახლები, როგორც ასეთი, ხო? ბუნებრივია ეს არის კონტრასტი, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში და ამერიკაში მით უმეტეს არ უჭირთ ამ კონტრასტების აწონა, დაწონა და დათვლა იმისა, რამდენად არის ალტერნატივა. ალტერნატივას როცა ვამბობთ, ახლა 20, 25 და თუნდაც 30% ალტერნატივად ვერ ჩაითვლება, მას სჭირდება დამატებითი შემავსებლები და სწორედ ამიტომ ლელო ცდილობს, რომ თავის ველზე, თავის ამორჩევლის ველზე, რომელიც არის ორგანული და ბუნებრივი მისთვის, იმუშაოს ამ მიმართულებით, რათა საერთო საქმეს საკუთარი შეუცვლელი წვლილი შეძინოს, იმიტომ რომ იმ ველზე უკეთესად ვერ იმუშავებს ვერავინ. თუ ასე იქნება ეს ყველაფერი დანახული, ძალიან კარგი. თუ არ იქნება ეს ყველაფერი ასე დანახული, ცუდია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით რომ ეს ყველაფერი დავანახოთ და არც ერთ შემთხვევაში არ შევიდეთ კონფრონტაციაში, იმიტომ რომ საკონფრონტაციო ყავს ხელისუფლება, რომელმაც ახლა უკვე განსაკუთრებით მოვლენების შემდეგ თლად მოიჭრა თავი ელემენტარულად და ის რომ დღეს ახლა ის აგონია
ირონიაშია და გამოვარდება და ხან ერთს ამბობს და ხან მეორეს ამბობს, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ მისი მდგომარეობა არის რთული. ბიძინა ივანიშვილის ეთერში, ტელევიზორში გამოჩენა არის საზომი იმისა, რა მდგომარეობაშია ქართული ოცნება. როგორც კი პოლიტსაბჭო ჩატარდა ქართული ოცნების ოფისიდან კადრებით და ესეთი ძალდატანებით ღიმილებით, ეს უკვე იყო ნათელი ჩემთვის და 1 და 2 წელი არ ვარ პოლიტიკაში, რა ატმოსფერო არის ქართულ ოცნებაში. აი რა ატმოსფეროა, რა დაგანახათ კადრებმა, რომელიც პანიკური, რთული, იმიტომ რომ თვითონ მათსავე ორგანიზმში არის ურთულესი მდგომარეობა. ურთულესი მდგომარეობა. პრეზიდენტებიდან დაწყებული, მათი პრეზიდენტები, პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრი, უსერიოზულესი სამსახურის უფროსები, აღარაფერს ვამბობ, მერები, გამგებლები და ასე შემდეგ. ციხის გავლით მიდიან სახლში. ციხის გავლით. რა ხდება ელექტორალურ ველზე, თვითონაც კარგად ხედავენ. საგარეო პოლიტიკურ ველზე საერთოდ აღარაფერი აღარ უნდა ვთქვა. ამიტომ, რაც არ უნდა ძალდატანებითი ღიმილები გვესროლონ ეკრანებიდან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრებმა, ცხადია, რომ მათი მდგომარეობა არ არის მარტივი, გამომდინარე განსაკუთრებით სოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან. ეს იქნება უკრაინა, ეს იქნება ირანი ისრაელთან ერთად, ეს იქნება კიდევ სხვა, რაც იქნება აუცილებლად და მათ შორის ჩვენ დამოკიდებულება და მათ შორის პოზიტიური პროექტები, როგორც არის სამხრეთ კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი და დასარტყმელ ინსტრუმენტებზე გუშინ მოულოდნელად გაჩენილი ფაშინიანი. ესე არ ხდება ეს სიტუაცია, ხო? აქედან გამომდინარე, არ არის ეს იოლი მდგომარეობა ქართული ოცნებისთვის, მაგრამ რომ არ გავუიოლოთ ეს მომენტი ოპოზიციური განხეთქილებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, უდანაკარგოთ უნდა ვიმუშაოთ ოპოზიციურ ამორჩევლებთან. არის კონტრასტული ამორჩეველი, არის ამორჩეველი, რომელიც ვიღაცას ვერ იტანს, ეზიზღება, უბრალოდ მიუღებელი კი არ არის. შეიძლება მათ შორის ლელოსაც ვერ იტანს. ვერ იტანს ელემენტარულად და მივცეთ მათ ეს არჩევანი, რომ 2 შორის, 3 შორის, 4 შორის გააკეთოს არჩევანი, რომ შედეგი იყოს მაქსიმალურად ზედანიშნულზე აწეული ოპოზიციური ამორჩევლისა და არ შევწიროთ ამას რაღაც ხელის გადაწევა, გადმოწევები და რაღაც ფეხების ბაკუნი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე ასე ვფიქრობ. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის, მამუკა კაცდაძეს ვემშვიდობებით. ახლა რეკლამა, რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვერდით. ასე ვთქვათ, გზადაგებულსაც, თუმცა ისმის კრიტიკა და სკეპტიციზმიც ისმის განცხადებები, რომ ეს არის არა ოპოზიციური ერთობა, არამედ რამდენიმე პარტიის გამსხვილება. აი გითხარით, რატომ უნდა შევხედოთ 9 პარტიის შეთანხმებას, როგორც ერთობის შეკვრას და მართლაც ხომ არ არის გადაჭარბებული ერთობაზე საუბარი, როცა შედარებით მსხვილი პარტიები იქნება ეს ლელო თუ გახარიას პარტია ამ პროცესის მიღმარ რჩებიან. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პოლიტიკურმა სპექტრმა. ზუსტად ის, რაც არის დღეს წინააღმდეგობისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის საჭირო და რა პასუხისმგებლობის აღებაც პოლიტიკურ სუბიექტებს ამ დროისთვის შეეძლოთ. ეს არის ერთობა მრავალფეროვნებაში, ამას ჩვენ ხაზი გაუსვით დოკუმენტშიც და ამის ახსნა და ხაზგასმაც ვფიქრობ, ახლაც ეთერებში და მომავალშიც აუცილებელი იქნება, რადგანაც ქართული საზოგადოება არის მრავალფეროვანი და მას წარმოადგენს მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი და შესაბამისად ამ მრავალფეროვნების უგულებელყოფა ნაკლებად შედეგის მომტანია მაშინ, როდესაც ჩვენ პროტესტის გაფართოებით ვართ დაინტერესებული. ანუ პოლიტიკური სუბიექტები ამოვიდნენ საზოგადოების და განსაკუთრებით წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანების დაკვეთიდან, ქვემოდან ზემოთ დემოკრატიული დაკვეთა არსებობდა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს მომავალთან დაკავშირებით გაეცათ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები და ამისათვის საჭიროა გამოიკვეთოს გარკვეულწილად ალტერნატივა, რომელსაც აქვს ხედვა გზასთან დაკავშირებით, რომელიც ცვლილებებთან მიყვანს და შემდეგ რა ხდება ცვლილებების შემდეგ. იმიტომ დღეს ბევრი ადამიანი შეიძლება ეს არ იყოს საზოგადოების უმრავლესობა, მაგრამ ერთი ნაწილი მაინც რეჟიმით და ბიძინა ივანიშვილით ძალიან უკმაყოფილოა, თუმცა შიშებით რაღაცა ნეგატიური მოლოდინების გამო პროტესტში არ არის და ფიქრობს, რომ ხომარჯობია
არეულია სამყარო, ჯერჯერობით გავჩერდეთ, არ ვიცით ხვალ რა იქნება და შევხედოთ. ეგრეთ წოდებულ სტატუს-კვოში არის ჩაკარგული და სწორედ აი ამ ადამიანებს კითხვებზე უნდა გავცეთ პასუხი და ეს შეუძლია დემოკრატიულ ალიანსს რა ძალა შეიძლება კონდეს ამ ალიანსს და მე გეტყვით რას ამბობს 9 პარტიის ალიანსზე მაგალითად გია ხუხაშვილი მე ამას ოპოზიციურ ერთობას ვერ დავარქმევდი გამომდინარე იქიდან რომ წმინდა ელექტორალური თვალსაზრისით ამ გაერთიანების მიღმა დარჩენილი ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი და ამ პარტიების ჯამური რეიტინგი დაახლოებით თანაბარ ზომაზე აქედან გამომდინარე იმის თქმა რომ ეს არის ოპოზიციური გაერთიანება და ეს არის აუცილებლად მეორე პოლუსი ორპოლუსიან პოლიტიკურ ბრძოლაში გადაჭარბებულია აცხადებს გია ხუხაშვილი და მოდით აი შემდეგ კითხვა სწორედ ალიანსის შემადგენლობაში შემავალი პარტიების ზომა წონის კონტექსტში დაგისვათ მართლაც ახლა პარტიების ფაქტობრივად აბსოლუტური უმრავლესობა საკმაოდ ღარიბია ასე ვთქვათ ადამიანური საკადრო რესურსის თვალსაზრისით შესაბამისად ოპოზიციურ ერთობაში წარმოქმნილი პარტიების ზომა და წონა არის თუ არა პრობლემა და კიდევ ერთხელ კითხვა რომელიც რეალურად დაგისვით კიდეც თქვენი ამბიციები უფრო დიდი ხომ არ არის ვიდრე ასე ვთქვათ პარტიული რესურსები და შესაძლებლობები არა ეს არის ხედვა ბატონი გიასი და ახსნი რატო რეიტინგები და ჯერ ესეთიც ჩვენ არანაირი აქტუალური რეიტინგები არ გაგვაჩნია ამ ქვეყანაში იმიტომ სოციოლოგიური გამოკითხვები ფაქტობრივად არ ტარდება ბოლო რაც ოფიციალურად დაფიქსირდა იყო წელიწადნახევრის წინანდელი, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ისიც საკითხავი შედეგები იყო, ხო, აღიარებული შედეგები. დღეს გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული სიტუაცია, ანუ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არსებობს პროტესტი რეჟიმის მიმართ და ამ პროტესტის, ამ ენერგიის პოლიტიკური გარდასახვა აუცილებელი, მაგრამ არ გამოჩნდა ალტერნატივა. და ის ძალა, რომელიც შეძლებს დღეს ალტერნატივის ჩვენებას, ის წაიღებს მთელი ფაქტობრივად მთელი პროტესტის მხარდაჭერას. ანუ იმ საზოგადოების ნაწილის, რომელიც მზად არის, ან ახლო მომავალში მზად იქნება, თავისი წილი შეიტანოს ამ ქვეყნის უკეთეს მომავალში. მაგრამ ლელოს და გახარიას პარტიასაც აქვს ამბიცია, რომ თავად და მათი ძალები გასაგებია, ანუ არსებობს თქვათ ოპოზიციურ წიაღში, თქვათ რიგი პარტიები, რომლებიც შესაძლოა წინააღმდეგობის სხვა გზას დაადგნენ, ან რეჟიმთან თანამშრომლობის გზას ვეძახიან. არ ვიცი, დებატებზე რეგულარულად წასვლით ან დისფუნქციურ ინსტიტუტებში თანამშრომლობით. ხო, ეს არის ერთი გზა, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ და ეს დოკუმენტშიც გავწერეთ შეგნებულად, ის რაც რეჟიმის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, აი ესე თამაშებში არ მონაწილეობს აქ შემავალი არც ერთი სუბიექტი ალიანსის ფარგლებში. ეს არ იქნება გამარჯვების გზა და მე ხა ლელოსთან დაკავშირებით არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლო მომავალში, ანუ ალიანსში შემავალ ყველა პარტიამ კეთილგანწყობილი განცხადება გააკეთა და კარი ღია იმ თვალსაზრისით ყველა დემოკრატიული პარტიისთვის, რომელიც გაიზიარებს ახლო მომავალში იმ ხედვებს, რაც არის ამ სტრატეგიულ დოკუმენტში ასახული, შემოუერთდეს და კიდევ უფრო გააძლიეროს. ანუ კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, ეს ალიანსი დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს განდევნის თუ არა ველი და ეს აუცილებლად მოხდება. ანუ შანსი არ აქვს დანარჩენებს. უბრალოდ როდის მოხდება და მათ თვითონ შეუძლიათ ეს პროცესი დააჩქარონ ალიანსთან შემოერთებით, იმიტომ ამ პროცესის დაჩქარება არის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში, იმიტომ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების გაძლიერებაზე მხოლოდ ხომ არ ვსაუბრობთ. ამ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების და ზოგადად ალიანსის გაძლიერება გჭირდება იმისთვის, რომ რეპრესიული რეჟიმი შევცვალოთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული ალიანსით. თორე ისინი ცალკე რას იტივტივებენ, ეს დღეს მოხდება 2 თვეში თუ 3 თვეში, მათ სულ უფრო და უფრო ნაკლები ველი დარჩებათ ოპოზიციურ ელექტორატში. ეს გამოჩნდება და მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო დაინახავენ ამას, იმიტომ ყოველთვის შედარებით მარტივია ამაზე საუბარი და როცა კონკრეტული ნაბიჯები გიმაგრებს ზურგს, აი ხა რასაც ალიანსი ახლო მომავალში გააკეთებს, შემდეგ ეს უფრო გამოჩნდება და ამას პოლიტიკური კონკურენტებიც დაინახავენ და საზოგადოების დიდი ნაწილიც დაინახავს და რა გეგმები გაქვთ ახლო მომავალში ახლა ამაზეც
ვისაუბროთ და ამავე კონტექსტში ამერიკაში ოპოზიციური ერთობის ვიზიტზეც ჩაგეკითხებით, მაგრამ რაზეც როგორც ითქვა უკვე მიმდინარეობს მომზადება და ითქვა ისიც, რომ დიდი ალბათობით ასეთი ვიზიტი გაზაფხულზე შედგება. სხვათა შორის აქაც გია ხუხაშვილი უნდა ვახსენოთ, თუ არ იქნებით წინააღმდეგი, მისი პოზიცია, რომ ვაშინგტონში თქვენი ჩასვლა არ იქნება დიდად შედეგიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკაც შეხედავს ალიანსში ყოფი პარტიების რეალურ წონას და რეიტინგს. ვაშინგტონში რომ ჩავლენ რა იქ მაგიდაზე ედებათ თქვენი რეალური რეიტინგიო, მოგმართავთ პოლიტოლოგი, რომელიც აზრითაც ამ გზით შედეგებს ვერ მიიღებს. რას ელოდებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ეს გითხარით, იმიტომ რომ რაც ჩანს არის ის, რომ საკმაოდ გათვლას აკეთებთ ამ ვიზიტს. ან პირველ რიგში დავიწყებ იმით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ საქართველოში. იმიტომ თავარი ბრძოლა წინააღმდეგობის მთავარი ხაზი გადის საქართველოში და ეს გამარჯვება საქართველოში შეიძლება იქნას მოპოვებული. საგარეო მხარდაჭერა ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, ოღონდ არა მთავარი ფაქტორი. იმიტომ, როდესაც ეს პროტესტი დაიწყო, მაშინ ფედერალისტები ჩვენ საუბრობდით იმ სამ კომპონენტზე, რაც არის წარმატებული წინააღმდეგობისთვის აუცილებელი: აქცია, სანქცია, ალტერნატივა. აქცია აქ ქართულმა საზოგადოებამ უწყვეტი პროტესტი აჩვენა ყველანაირი რეპრესიის მიუხედავად, სანქციებთან დაკავშირებით, ხედავთ დამოკიდებულებას და იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა რეჟიმის წინააღმდეგ გაატარეს და ივანიშვილის ერთადერთი კოზირი, რაც ხელში ეჭირა და მას ძალაუფლებას, ანუ ფაქტობრივად ყველანაირი შფოთვის გარეშე აძლევდა საშუალებას, რომ ეს ძალაუფლება შეენარჩუნებია, დარწმუნებული იყო იმაში, რომ საქართველოში არ გამოჩნდება მისი ჩამონაცვლებელი ალტერნატივა. ამიტომ მარტივი იყო მისთვის, როცა ადამიანები იყვნენ უკმაყოფილო, იმიტომ იცოდა ალტერნატივა არ არსებობს და სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა, რომ სტატუს-კვოში დარჩეს. ამიტომ შეწუხდნენ ძალიან ბოლო 2 დღის განმავლობაში ვხედავთ რეჟიმის პროპაგანდა და თვითონ რეჟიმის წარმომადგენლები დღეშიც არიან, რადგანაც დაინახეს, რომ საფუძველი გაჩნდა, რამაც შეიძლება სინერგიული ეფექტი მისცეს პოლიტიკურ სპექტრს. ეს არის, ამიტომ საქართველოში არსებობს ამ დეცენტრალიზებულ პროტესტში ძალიან ბევრი ჯგუფი, ორგანიზაცია, ინდივიდუალური აქტორები, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ წინააღმდეგობაში, მაგრამ ეს ენერგია დროთა განმავლობაში თავიდან დეცენტრალიზებული ფორმით მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ ეს რეპრესიებს ასე თუ ისე ირიდებს, იმიტომ რომ ერთი ლიდერი არსებობს, ამ ლიდერის გათიშვის შესაძლებელია. ახლა ესენი უნდა შემოიყვანოს, იმიტომ აი ეს ენერგია ხა უნდა შეერთდეს, რომ შემდეგ პოლიტიკური გარდასახვა მოხდეს აი ამ ენერგიის, რაც არსებობს საზოგადოებაში. და ამიტომ შევხვდებით დღეს იგეგმება ანუ ალიანსის შიგნით შეხვედრა მიმდინარეობს, დღეს დაიგეგმება ყველა მსხვილ სამოქალაქო ორგანიზაციასთან ამ დღეებში გვექნება შეხვედრები, რომ ჩვენი სტრატეგია რაც არის, სამოძრაო რუქა გარკვეულწილად, მათ გავაცნოთ, მოხდეს უკეთესად კოორდინაცია, იმიტომ პირველი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ პროტესტი უნდა გაფართოვდეს და პროტესტის გაფართოვება შეუწყობს ხელს, რაც უფრო მეტი ორგანიზაცია იქნება ჩართული და ერთი გზავნილით ისაუბრებს და არ იქნება იქ რაღაც განსხვავებული პოზიციები, როცა ერთი ალთას არის, მეორე ბალთას. აი ამის კოორდინირება გვინდა. მეორე რაც არის აუცილებელი, ჩვენ გვინდა რეგისტრაციის კამპანია გავაკეთოთ, ან გამოვკვეთოთ პროცესში ჩართული საქართველოს აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც ღიად შეუძლიათ თქვა, რომ წინააღმდეგობის არ მეშინია. ესეთი უნდა ვიპოვოთ რამდენიმე ათეული ათასი, რამდენიმე ათასი ყავს უკვე, ვიპოვით რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომელიც რაც მოგცემ შესაძლებლობას მთლიან პროტესტს ძალიან სწრაფად, ლოკალურად, ნებისმიერი მიზეზით დავგეგმოთ წინააღმდეგობის მოძრაობები, რაც იქნება ახლა მომავალში. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში ალტერნატივასთან დაკავშირებით, ერთის მხრივ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და აღიარების შესაძლებლობა, ანუ გარკვეულწილად დაალაგების შესაძლებლობა რო არ მივცეთ, დაალაგების შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით კი არა, რომ ქვეყნის ინტერესებთან დაალაგება არ მოხდეს. ანუ რეჟიმმა რო ვერ შეძლოს რაღაც თავისი სრულ ინფორმაციებით, სრულ ლობისტებით, იქ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე რაღაცა თავისთვის მინიმალური გამოიმოჭროს, თუმცა ამის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს. ალიანსი ჩავა თავისი კონკრეტული ხედვით, ანუ არა იმით, რომ ჩვენ ეხა ჩამოვედით და რაღაცით დაგვეხმარეთ, არამედ აი ეს შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში საქართველოში და მზად ვართ ჩვენი ქვეყნისთვის ეს გავაკეთოთ. ეს არის შეთანხმება, ეს გაკეთდება დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ, რომ პარტნიორებმა ზუსტად იცოდნენ, რომ არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც გააზრებული აქვს ქვეყნის წინაშე
დგომი გამოწვევები და ამ პასუხისმგებლობიდან ამოვიდა ვიწრო პარტიული ინტერესები გვერდით გადადო და მზად არის ერთობლივი სტრატეგიის და წესების ირგვლივ დემოკრატიული ცვლილებები მომტანა. რა შედეგები მოყვება ოპოზიციის ამერიკაში ვიზიტს ამას დრო აჩვენებს. იქამდე ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება და რამდენიმე წუთი ამ თემაზეც გავჩერდეთ. კმაყოფილია ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც არის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც ისწერს სოციალურ ქსელში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა, ისე როგორც წელს, რომ მაგალითად ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ისაუბრა ღირებულებით თანხმედრაზე, დავუდასტურეთ, რომ მზად დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე. რა შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ქართული ოცნება ამერიკაში შეხვედრებით კმაყოფილია და მეორე მხრივ, რადგან ეს ღირებულებით თანხმედრაზეა საუბარი, რა შანსია იმის, რომ მოქმედ ადმინისტრაციაზე მართლაც მოახდინოს გავლენა იმ ფაქტმა, რომ ქართული ოცნების ეს რიტორიკა და მესიჯ ბოქსი რიგ საკითხზე თანხმედრაში მოდის ტრამპის რიტორიკასთან. გამიჭირდება თქვა რომ მინიმალური შანსია თქვა მე უფრო ნულოვანისკენ ვიხრები და რატომ ჯერ ესეთი ნიშანდობლივია თუ ვისი მიწვევით არის ქართული დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ამას ყოველთვის ხაზი უნდა გაუსვათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამორჩეული იზოლაციონისტი სენატორის რომელიც უკრაინის დახმარების წინააღმდეგია და რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის ანუ რომ ვიცოდეთ ვინ არიან მათი ლობისტები ესეც უნდა თქვათ რაც შეეხება ესეთ სამხარაძეს ახლა შეხვედრას სახელმწიფო დეპარტამენტის შუარგოლის წარმომადგენლებთან, ხო, არსებობს რიგი ტექნიკური საკითხები ჩვენი გიორთან დაკავშირებით, ხო, ხედავთ ირგვლივ რაც ხდება, დინარადაც იყო ჩასული ესე ამერიკის შეერთებულ შტატებში, თქვა რომ წარმატებული ვიზიტი ქონდა, ანუ ესე გაასაღა ქართულმა ოცნებამ და ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის შემდეგ ისლამური რევოლუციის დღეს ანთებული ირანის დროშის ფერებში განათებული ანძა და მეორე დღეს კიდევ საელჩოში ქართველების გენოციდის დღის აღნიშვნა რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, სადაც ფაქტობრივად პირადად ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა ამას, მან გააგზავნა ანზორ ჩუბინიძე და ამ თავისი გზავნილი ესეც ამბობს თუ რამდენად კმაყოფილი იყო მდინარაძეს ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ის რომ რაღაც ტიპის ვიზიტები შედგება, ეს ევროპულ პოლიტიკურ საბჭოში და ორგანიზაციაში ხო ჩადის კობახიძე ზოგჯერ ჯდება ის პოლიტიკური ოჯახი რაც შეიქმნა და სურათებს იღებს. ესეთი მოხდება ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ თვისებრივად შეუთავსებელია, იმიტომ საქართველოსთან დაკავშირებით არის მოლოდინი, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტმაც ისაუბრა და ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩომაც ისაუბრა საქართველოში, ხო? იმ კრიტერიუმების ირგვლივ დაალაგება, რაზეც ისაუბრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ხო? პოლიტიკური აზრის დევნა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, ეს არის საკითხები, ხო და მივდივართ მართლმსაჯულებამდე, მივდივართ მრავალფეროვნებამდე, ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს ციხეში სვამენ, რა დაალაგებაზეა იქ საერთოდ ლაპარაკი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დასავლეთთან, გამორიცხულია და ამ ელემენტარული, ანუ რაც არის კაცობრიობისთვის და დასავლური ცივილიზაციისთვის მართლა ელემენტარულია უკვე დღის მდგომარეობით და რის მოპოვებისთვისაც რამდენიმე საუკუნე სისხლი ღვარა თვითონ ამ დასავლურმა ცივილიზაციამ, ამის დათმობაც არ შეუძლია ივანიშვილს, იმიტომ მან თუ განსხვავებული აზრი დაუშვა ტროტუარზე დგომისთვის ადამიანები თუ არ დაიჭირა, მართლმსაჯულება ცოტათი თუ დამოუკიდებელი გახადა, ის ყისიერად კარგავს თავის ძალაუფლებას და მისი ძალაუფლება მნიშვნელოვანია ამ რეჟიმისთვის გაცილებით მეტად ვიდრე ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამიტომ მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი რომ რამე გადავიდე. ბატონო, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ და რადგან ირანი ახსენეთ, ირანში ისრაელსა და ამერიკის შეერთებული შტატების შეტევებმა ქართულ ოცნებას კიდევ ერთი მიზეზი მისცა ყოველდღიურად გაუსვას ხაზი რა კარგია მშვიდობა და რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მისი ფრთხილი პოლიტიკით უზრუნველყოფს ქვეყანა ბეწვის ხიდზე ომში თვის და ჩარევის გარეშე გაატაროს და აქვე ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლებს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა საჭიროა თუ არა მთავრობამ აი სწორედ არაბულ სამყაროში შექმნილი ვითარების ფონზე საგანგებო სხდომა გამართოს მით უფრო რომ მეზობელ სახელმწიფოებში მაგალითად სომხეთში დაინახეს უშროების საბჭოს სხდომის მოწვევის საჭიროება, თუმცა სომხეთის ხსენებაზე რიგ დეპუტატს ფაშინიანი გაახსენდა ვიცი სიმინდით თუ ჩებურეკით ხელში და ითქვა რომ საქართველოს მთავრობას მისი დღის
წესრიგი აქვს, შესაბამისად ვერ მოიქცევა ისე, როგორც იქცევა ნიკოლ ფაშინიანი. მოკლედ, მთელი ეს პერიპეტიები მინდა შევაფასოთ დაწყებული მესიჯით, რომ მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში ეს არის სწორედ ქართული ოცნების დამსახურება, დასრულებული ფაშინიანით, რომელიც ამ არეულ სამყაროში მართლა იქცევს ყურადღებას მისი არაორდინალური და ხშირად გარემო კონტექსტიდან ამოვარდნილი ვიდეოებით. იმატირით დავიწყებ, რომ გამონაკლისის სახით ვეთანხმები ქართულ ოცნებას, რომ უსაფრთხოების სხდომის მოწვევა არ იყოს საჭირო. უსაფრთხოების სხდომის მოწვევა საჭიროა იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს ინსტიტუტები, სხვადასხვა ინსტიტუტების ინფორმაციების გაცვლა. საქართველოში ეს არაფერი არ არსებობს. ერთი ბოსტანია ბიძინა ივანიშვილის, ეხლა ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სხდომის ფარგლებში დაელაპარაკება თუ საკუთარ დენდროლოგიურ პარკში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ სწორ იქნეს, რომ არ მოიწვიეს. ხო, რაც შეეხება ხა ფაშინიანის ვიზიტია საქართველოში, მე ხო ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ მომისმენი. გუშინ კახეთში უმასპინძლზე სხვა შორის ვიდეოც გავრცელდა არაფორმალურ გარემოში აშკარად კარგ ხასიათზე მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი როგორ უკრავს დრამს. მაგალითი იმის, თუ რა შეიძლება რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მაქსიმალური სარგებელი გამოიტანოს შენი ქვეყნისთვის სრული დამოკიდებულება რუსეთზე აწლეულების განმავლობაში გაყინული კონფლიქტი, რომლითაც შანტაჟდებოდა სომხეთის საზოგადოება და ეს პრობლემები ყველაფერი ამ ქვეყნის მართლა გამორჩეულმა ლიდერმა მოახერხა, სომხური საზოგადოების კონსოლიდაცია მოახერხა, კი არ დაყო და ადამიანებს კი არ იჭერდა, იმიტომ რომ ტროტუარზე დგანან. არამედ მოახერხა საზოგადოების დიდი ბირთვის კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით იმ გამოწვევებთან დაკავშირებით. ხო, სამაგალითო ლიდერია ჩვენ რეგიონში, სამწუხაროდ ესეთი ლიდერი კი არა, მავნებლებით არის სავსე ბიძინა ივანიშვილის მთელი გუნდი. რაც შეეხება ირანს და მშვიდობის ნარატივს, რაცაც იმაშობა, ხო? სინამდვილეში ყველა დიდი ფეიკია, რასაც მშვიდობას ეძახიან, იმიტომ ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად იმგვარ იზოლაციაში ხდება საქართველო, რომ სხვა არჩევანი არც ექნება. ანუ შემდეგ 1 წლის შემდეგ, ან 2 წლის შემდეგ რეჟიმის წარმომადგენლებს თვითონ რომ არ სურდეს იზოლაციაში ყოფნა. ამ ჩამოშვებული ფარდის შემდეგ შენ თუ ავტოკრატიული ღერძის გავლენის სფეროში რჩები, შენზე პასუხისმგებელი არის ის გეოგრაფია, რომელიც არის მეზობლად და ეს არის რუსეთის ფედერაცია, ის გენოციდური ძალა, რომელიც 250 წლის განმავლობაში ქართველებს ხოცავს, ჟლეტს, მისი კულტურული, პოლიტიკური, ისტორიული და რელიგიური იდენტობის განადგურებას სურს და ეს აწლეულების განმავლობაში საბჭოთა ბოლშევიკები ამ ექსპერიმენტს საქართველოში ახორციელებდნენ, რომ დაგიტოვონ მხოლოდ ის ნაწილი ქართველობის, რაც მათთვის მისაღებია, იცეკვე, დაუკარი საჭმელი გამიკეთე და კარგად დავისვენებ შენთან რო ჩამოვალ. აი ესეთი ქართველები უყვართ, ანუ ქართველის ეთნოს ბოლომდე კი არ ებრძვიან, არ გაგვანადგურებენ. ემათ გამფრთობათ ვჭირდებით რა. მადლობა ბატონო. ამას უცხობს ბიძინა ივანიშვილი ხელს. ამიტომაც არის ეს მოღალატეობრივი რეჟიმი, რომელიც აუცილებლად უნდა შევწყვეტოს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და კითხვებზე პასუხისთვის. მათენ გოკერტაძეს დავამშვიდობებით. დღეს ნიუზრუმიც ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.